გილოცავთ და ულოცავ ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის უწმიდეს და უნეტარესი შიო მესამის არჩევას. ნამდვილად ისტორიული მომენტია, იმიტომ რომ ნახევარ საუკუნეა ეს არ მომხდარა საქართველოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თავს. საუკუნეები არ მომხდარა ისეთი კრება, რა მასშტაბის კრებაც ჩატარდა. მე ვარ ესეთი პრინციპული სეკულარიზმის მომხრე და ვთვლი, რომ პოლიტიკოსების საქმე არ არის კომენტირება იმისა, თუ რა ხდება სასულიერო დასში და ზოგადად ქართულ ეკლესიაში, მაგრამ ისეთ მომენტში, როგორიც დღეს საქართველოა, პოლარიზაციის, რაღაც დაყოფის, ავტოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელის ფაზაში, ამ ფაზაში ეკლესიამ ჩემი აზრით ძალიან მდგრადად და მყარად უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია, რაც არის ერის სულიერების გამაერთიანებელი, ერთგვარი მორალური კომპასი ქართული საზოგადოებისა. ვერ ვიტყვი, რომ რამე აკლდა, ილია მეორე იყო უდიდესი ფიგურა, საუკუნებრივი ფიგურა, მაგრამ იქიდან გამომდინარე მას ჯანმრთელობა არ ქონდა კარგად, ესეც დაეთყო ეკლესიის და საზოგადოების ურთიერთობას. ჩემი აზრით, შიო მესამეს ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ ხნეობას ამ ძალიან რთულ საქმეში, რაც არის იყოს მწყემსი სრულიად ქართველთა და სრულიად ქართულ მართლმადიდებელთა. ვერ გეტყვით რა არის, მაგრამ მე მგონია, რომ ის ენერგია, ის განახლება, რომელიც შიო მესამის არჩევამ გამორჩევამ მოიტანა, იქნება პოზიტიური მოვლენა. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს და მე ამას ვისურვებ. იმ პრობლემის მოგვარებაში ითხოვენ ახალი პატრიარქის ჩართვას, რა პრობლემასაც ჰქვია პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანები. აი როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება შიო მესამის გადაწყვეტილება და აი ამ საკითხზე ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მეორე მხრივ რას დაანახებდა საზოგადოებას ახალი პატრიარქის შესახებ. რა განწყობებს ხედავთ შიო მესამისგან? არანაირ განწყობას არ ხედავთ, იმიტომ რომ აი მისი პირველი ქადაგებაც მოვისმინეთ გუშინ სვეტიცხოვლის ტაძარში მისი აღსაყდრების შემდეგ და სხვათა შორის ბევრმა ის სწორედ მის პირველ სიტყვაში დაინახა შერიგების და შეთანხმების სურვილი. კიდევ ერთხელ, აი თქვენი აზრით, პირადად თქვენი აზრით, რას იზამს შიო მესამე, როცა საქმე ეხება პატიმრებს და რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ აი როგორც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა გუშინ ჩვენს ეთერში, ახალმა პატრიარქმა სასიამოვნოდ გაგვაუწოს. შერიგება არის ზოგადად ის რისკენაც იმთვის ეკლესიას ახარება, ერთმანეთს გაგება, შერიგება, საუბრით და სიყვარულით ერთმანეთთან ურთიერთობა. მე ვერ გეტყვით. პირველ რიგში არ მინდა რომ თქვა ისეთი რამ და შიო მესამეს ავკიდო ჩემ მხრივ ის ტვირთი, რა ტვირთიც მის სატრებელი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია არ წყვიტავს შეწყალების საკითხს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეუძლია შუამდგომლობა და რჩევა. მე შემიძლია ვიხემძღვანელო იმ განცხადებებით, რომელიც საპატრიარქომ გააკეთა ცოტა ხნით ადრე, ხო, აი ამ X კვირიანი პროცესის მანძილზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, და სათქომ იყო, რომ მათ რამოდენიმეჯერ უკვე ჰქონდათ ასეთი მიმართვა და ხელისუფლებამ არ შეისმინა. შეისმენს თუ არა ეხლა შიო მესამის თხოვნას და იქნება თუ არა ასეთი თხოვნა, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არც ის ვით სასიამოვნოდ გავუცდებით თუ არ გავუცდებით. მე ერთ რამ ვიცი, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს თავის დისკრეციული უფლების ფარგლებში, ვინ შეიწყალოს და ვინ არა. საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ ყაველაშვილი, ადამიანი, რომელსაც საშუალო სკოლა არ აქვს დამთავრებული. შესაბამისად, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას თუ შეიძლება ამას დავამთავროთ. ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. საქართველოში ვის გამოუშვებენ, ვის შეიწყალებენ ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილზე იმოქმედებს ეკლესიის შეგონება ვერ გეტყვით. მე დავინახე გუშინ. ბიძინა ივანიშვილმა დაგვანახა ქართული ოცნების რეალური დამოკიდებულება საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიისთან მიმართებაში. ის რაღაცა უსულო ფარისევლების ქართული ოცნების ლიდერებს გულისხმობს გამოსვლები და შეგონებები, რომ თითქოს ისინი რელიგიურები არიან და ეკლესიური ფასეულობებს იცავენ, არაფერს არ ნიშნავს. ყველაფერს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ნაადრევი წასვლა. ბიძინა ივანიშვილი გუშინ ინტრონიზაციის დასრულებას არ დაელო და ისე წავიდა სვეტიცხოვლიდან, დაიღალა, აღარ უნდა მოსმენა, იქ აღარ იყო. ამიტომ ყველაზე კარგად რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას საქართველოს ეკლესიასთან, ქართულთა ეკლესიასთან. დავინახეთ გუშინ, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა დროზე ადრე დატოვა სვეტიცხოველი, მანამ სანამ
დასრულდებოდა ცერემონიალი და დასრულდებოდა წირვა. ამიტომ ხო, აი აქედან ჩანს მე მგონი მათი დამოკიდებულება და რამდენად შეისმენენ აი ამ დამოკიდებულების მერე რომელიც გუშინ გამოამჟღავნა. რადგან ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს პატიმრებთან დაკავშირებული გაწყვეტილება, მაშინ გითხოვთ როგორ ფიქრობთ რითი დასრულდება ამ საკითხზე მსჯელობის და საუბრის დაწყება და ანუ რა იქნება ბიძინა ივანიშვილის გაწყვეტილება, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს, აი დღეს რასაც ვხედავთ არის ის პოზიცია, რაც აქვს ქართულ ოცნებას შეინდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანულიო, ამბობს მაგალითად შალვა პაპუაშვილი, რომელიც აქვე სვამს ასეთ კითხვას, არის თუ არა სინანული მასში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, პარლამენტის გადაწვა და ქვეყნის დამხობა. მოკლედ აღიარება და მონანიება ეს არის ის ასე ვთქვათ წინაპირობები, რასაც საქართველოს ხელისუფლებაში ითხოვენ. შესაბამისად ისმის კითხვა, რითი შეიძლება დასრულდეს არაფერი კარგით. არაფერი კარგით კალოტონლება, პირდაპირ ვთქვათ, არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს. აი ეს არის ყველაზე აღვირახსნელი ქოფაკი ივანიშვილის კარზე, რომელიც მისი პირიდან ყველაფერს ამოუშვებს იმისთვის, რომ ასიამოვნოს ბატონს. შესაბამისად, აი ძალიან კარგად ჩანს რა დამოკიდებულება აქვს. არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს, არც იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ საქართველოს ეკლესიას შესაბამის პატივს სცემდეს ივანიშვილი და ივანიშვილის შესაბამისად მთელი ქართული ოცნება, რომ შეისმინოს მათი მოთხოვნა. ის რომ ეკლესიის თხოვნა ცალსახად იქნება იმის გაგრძელება, რაც თავად თქვენ ხო ეკლესიის წარმომადგენლებმა რომ რამოდენიმე ასეთი თხოვნა გაგზავნილი იყო უკვე მთავრობაში რომ შეწყალება ყოფილიყო. ამის მიღმა ეხლა რა პასუხი ვიცით ხო დღემდე ის ხალხი ციხეში ზის და შემდეგი ინსტანციის კლანური სასამართლოს წარმომადგენლები აგრძელებენ ივანიშვილის საქმეს. შესაბამისად არ მაქვს, ამიტომ ვერ შევქმნი ჩვენს მაყურებელს და საქართველოს მოქალაქეებს თარმოლოდინებს. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს აი გადავიდეთ და შევაფასოთ მაგალითად რეზოლუცია, რომელიც მიიღო კონკრეტული ქვეყნის პარლამენტმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა აფასებს საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ძალიან მძიმე შეფასებებს აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მიმართებაში, მათ შორის კი საუბარია რუსეთის რეჟიმის გავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, ისე როგორც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ქვეყნის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. აი რა ძალა და წონა შეიძლება გქონდეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ამ პოზიციას და რა მსვლელობა შეიძლება მიეცეს პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს შეფასებას უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ მთავრობის დონეზე. ჩვენი მეგობარი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელის ევროკავშირის იცით რომ საფრანგეთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს კიდევ ერთხელ სამწუხაროდ მოხდა ეროვნული ასამბლეის ფოკუსში რა ნეგატიურად, ძალიან ცუდად, როგორც არასანდო პარტნიორი, როგორც ქვეყანა, სადაც მოხდა სრული დეგრადაცია პოლიტიკური ქსოვილი, სრული დეგრადაცია უფლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ეს ასახა ამ რეზოლუციაში, ეს ასახეს ჩვენმა მეგობრებმა. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ყურადსაღებია რომ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფიდან მოხდა ამის ინიციირება, მაგრამ იხდისით რომ ამ მომენტში საკმაოდ ფრაგმენტირებული არის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, შესაბამისად მაკრონის გუნდს მხოლოდ არ აქვს უმრავლესობა. რა გავლენა ექნება ამას შემდგომ ქმედებებზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძნელი სათქმელია დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ ისიც სათქმელია რომ საფრანგეთის განსაკუთრებული გავლენა აქვს მათ შორის თავად კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე. საქართველოს მოხდეს რამე რეზოლუციაში ეს არ არის პრობლემა თავისთავად ხო თალკე განდგომილად. პრობლემა არის ის რის გამოც ხდება საქართველოს ამ რეზოლუციაში. რომ საქართველოს ხდება რუსული ბოროტების მანქანის გავლენის ქვეშ, ეს არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს ნიშნავს საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის გათევლას. ეს ნიშნავს იმას, რომ დუშენ დაავადებული ბავშვების მშობლებზე ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც უნდა და მათ წამალს არ მიცემს ბოლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ 65,000 შეამცირებს სოციალურად დაუცველების რიცხვს და ეს სოციალურად დაუცველები ამაზე ხმას ვერ ამოიღებენ. ეს ნიშნავს, რომ გონება ჩამორჩენილი მინისტრის მოადგილე, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ რამოდენიმე ათეული მილიონი დაგვიждაო და 350,000 ლარი დაგვიждდა ერთი სამუშაო ადგილის შექმნაო და მაგიტო გავაუქმეთო ეს პროცესი, თურმე წლების მანძილზე
კატასტროფულს ერთ სამუშაო ადგილი საშუალოდ ჩვენმა მაყურებელმა რომ იცოდეს 100,000-დან 150,000 ლარი უჯდება ბიზნესს კერძო სექტორში. გამოვიდა კაისკაცი, აღარ მახსოვს გვარი, ცაგარეიშვილი, მე მგონი ეს რაღაც წარსულის აჩრდილი და თქვა რომ 360,000 ლარი გვიჯდებოდა ერთი იმის ისა რომ სამუშაო ადგილის შექმნა. აი 300 ლარიანი სამუშაო ადგილებზე იყო ლაპარაკი სასაფლაოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამას იკადრებენ. იკადრებენ იმას რომ საქართველოს კონსტიტუციას ფეხქვეშ გათელავენ. იკადრებენ იმას რომ ადამიანებს აღარ ექნებათ ქუჩაში თავისუფლად დგომის უფლება. იკადრებენ იმას რომ პენსიონერებს გაუზდნენ 20 ლარით ხელფასს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 1000-ობით ლარით გაუზდიან ხელფასს. აი ამაში ცხოვრებას ნიშნავს. ნიშნავს ოლიგარქიას, ოხლოკრატიას და ნიშნავს ბოროტებაში ცხოვრებას. იქ სადაც ადამიანს ხმარ აქვს. ამის წინააღმდეგ გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ანსამბლეა. რა ეხშმაკის ისა მოციქულები არ უნდა ეძახოს, ახლა ქართულმა უცხება deep state-ის წინ დაჩოქებულები და ასე შემდეგ. რეალობას ასახავენ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ისინი ჩვენი მტრები არ არიან და მეგობრები ესე ლაპარაკობენ. ჩვენი მტრები ჩვენმა მტერმა, რომელსაც ქართული ოცნება მეგობრად ყიდის კალბატონლელა, ჩვენმა მტერმა რამოდენიმე დღის წინ მოაწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის არაღიარებულ, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ანუ ფაქტიურად კიდევ ერთი ნაბიჯი გაადადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის და ჩვენ ტერიტორიების ანექსიის მხრივ. ერთია ვთქვათ საფრანგეთის პარლამენტის პოზიციას რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მეორეა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული რეზოლუცია რა დამატებითი პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველს უქმნის მაგალითად ქართულ ოპოზიციას და ოპოზიციურ ალიანსში უკვე ალაპარაკდნენ იმის თაობაზე რომ საფრანგეთის პროკურატურისთვის უნდა მოხდეს მიმართვა რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დევნა და კიდევ ერთხელ გავახსენოთ მაყურებლებს რომ ივანიშვილი საქართველოს გარდა არის საფრანგეთის მოქალაქე. გასაგებია რომ თქვენ არ ხართ ოპოზიციურ ალიანსში თუმცა მაინც აი ლელო ამ ნაბიჯში ხომ არ აპირებს რომ გაუერთიანდეს სხვა პარტიებს და რატომ? იმიტომ რომ არასერიოზული დამოკიდებულება მგონია პოლიტიკური პროცესისადმი, როდესაც ამბობ რომ საქართველოს ოპოზიციამ უნდა მიმართოს საფრანგეთის პროკურატურას. საქართველოს ოპოზიციამ შეიძლება თავის პარტნიორებს, მეგობრებს სთხოვოს მოლოდინინის თავაზე რომ საფრანგეთის არასწორი ფორმულირება მგონია. არასერიოზული დაიწყოს თუ რატომ ფიქრობთ რომ ეს არის არასერიოზული? მოგახსენებ. არასწორი სერიოზული ფორმულირება მგონია რომ ქართულმა ოპოზიციამ საფრანგეთის პროკურატურას უნდა მიმართოს ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე თუ არ ვიცი რაღაც გამოძიებაზე. რაც უნდა მე ხელი მოუმართოთ ჩემს კოლეგებს ალიანსიდან და მე ამას კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ლელოს პოზიცია არის რომ შეიძლება თქვა რომ რაღაც ლობირებას გაუწევ იმას რომ საფრანგეთის პროკურატურამ რაიმე გამოძიება დაიწყოს, საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა ასე არ მუშაობს. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებს რაღაცა პოლიტიკურ პროცესებზე. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა ზოგადად სამართლებრივი სისტემა არის დამოუკიდებელი. მე მესმის რომ ეს საქართველოს ეგზოტიკაა და უცხოხილია, მაგრამ ის არის დამოუკიდებელი და როდესაც დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება, იხილეთ ჯაკ შირაკზე მიღებული გადაწყვეტილებები, ნიკოლე სარკოზიზე, ის მუშაობს. შესაბამისად, მივცეთ საშუალებას ფრანგულ მართლმსაჯულებას, რომ თავისი გზით იაროს, მე უბრალოდ არ მიმაჩნევ, რომ შედეგის მომტანი იქნება. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს. ქართული ოპოზიციის საქმე ეს არის. რეზოლუციები არც საფრანგეთში, არც ბელგიაში და არც გერმანიაში დამატებით ხელფეხს ქართულ ოპოზიციას არ უხსნეს.